სალამი მეგობრებო, მე თაიფუნი ვარ. მეგობრებო, ყველას ახალ დღეს გილოცავთ, გულიტადი. სალამი პატივისცემა და სიყვარული თქვენ. დღეს ბონჯუკი, ჩემი მეგობარი, ჩემთან ერთადაა. მოусმინე ბონჯუკში ერთვისებას მივხვდი ძმაო, ეხლა ნახე. აჰა, დედე შეხედე, ოჰა, დედე, იუ. რაცმა 2 მეტრი კარიდან გადახტა, როცა გაიგორო ვიდეოს ვიწყებდი. ბიჭო, შენ რა კაცი ხარ, ტარზანი ხარ, ბიჭო, შენ. დედეს ხედავ ძმაო, არაფერს იმჩნევს, თითქოს არაფერი ხდება. ნახე ეხლა, ეს სულ ეს ერკას მეხახუნება, ხო? ამის მიზანი თურმე ეს ყოფილა, მეგობრებო. აი იმ რქის შუა ნაწილი ხო ხედავ? ნახე, აქ უნდა მოუფხანო, ხედავ? აი აქ ვერ იქავებს. როცა ასე უკაწლავ რქა, ანუ ბონჯუკის ქა მშვიდდება. ბონჯუკ, ჩემი ლომი ბიჭი. დედე, მართლა შვილო გეფიცები, ყოჩახ ხარ, ძალიან სწრაფი და მოხერხებული ძაღლი ხარ. რო გამეწუხნა, რომ მეტი ყურადღება მიმექცია. დედეს გვერდით მალინუებიც კი ვერაფერს გახდებოდნენ, ძმაო, მართლა გეუბნები. არ არსებობს ადგილი, სადაც ამ კაცმა არ გადახტა ან არ გაიქცა. მაშალა, ჩემი ლომი. დღეს ჩვენი თემა რა არის, მეგობრებო? ჩვენს ფერმაში ახალი მალინუი შემოგვიერთდა. ქრეს თქვენ ჩვენს ახალ შვიდს გაგაცნოთ. მალინუის ნახავთ, შვილებს ნახავთ, ვივლით, გავერთობით, ჩვენ შვილებთან ერთად ვითამაშებთ. თქვენგან თხოვნა მაქვს, ვიდეოს დაწყებამდე არ გამიტეხოთ გული, გთხოვთ. ხარდაჭერისთვის მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და კომენტარით დაწერეთ, ძალიან გამიხარდება. თქვენი მოწონებები და კომენტარები ჩემთვის ძალიან ძვირფასია. არ გამიტეხოთ გული, ნუ დაიზარებთ, ნახეთ. იცით, როცა ამ ვიდეოს არ მოგწონთ, გეფიცებით მწყინს. ძმაო, რთული არ არის, დააჭირე ერთი მოწონების ღილაკს. ერთი მოწონება დააჭირე, მხარი დამიჭირე, მე ვნახო რომ ხარს მიჭერთ. მეტი ენთუზიაზმით ვიდეოებს დავდებ, არაფერს ამბობთ და მოწონებას არ აძლევ, ძმაო. თან იცით, ყველაზე მეტ კომენტარს ვინც წერს, მათაც ვაზიარებ. ვინც კომენტარს წერს, ისინი მართლა ნამდვილი გამომწერები არიან. მადლობ ჯანმრთელობა ხელებსა და მკლავებს. ხელები არ ეთკინოთ, მათაც ეკრანზე ვაზიარებ. მომდევნო ვიდეოშიც ყველაზე მეტ კომენტარს ვის დაწერს, მათ გავაზიარებ. თქვენც რაც შეიძლება მეტი კომენტარი დაწერეთ, ძმაო. ბონჯუკი და კარამელი, თქვენ რა გინდათ ჩემგან, ა? შვილო, თქვენ თხები ხართ, თხები. რატომ იქცევით ძაღლივით? ბონჯუკსაც მაშალა რქები კარგად გაეზარდა. ბონჯუკ, მიდი, იჭიდავე. ეხლა ნახე. ბონჯუკ, მიდი ჭიდაობა. ჰოპა, ალა. ეს კაცი შაჰად წამოდგა რა. ნეტავ რასაკეთებს, მე თავის მოწინააღმდეგეთ ვხედავს? ალა, ბონჯუკი ალბათ თავის მოწინააღმდეგეთ ვხედავს, მეგობრებო. მოდით გავიდეთ გარეთ. ბონჯუკ კარგი, მაგრამ ცოტა ვიარო, შვილო, ვიარო, ნელა რა. ბონჯუკ, ვალა, ფრთხილად. ბონჯუკ, შენთან ერთად რო ვიჭიდაო, გონებას წაგართმევ, ნახავ. მოდი ახალგაზრდებოდა, ისინი მის თავს ახალგაზრდებს გძნობთ. როგორ ხართ? თხები გაუშვათ. მოდი ხვედანი, მოდი ბიჭებო. მოდი. დაიცადე ნატაშა, 100-ე არა. გადადი. 100 არა. მოდი ნახე. მოდი. დეიდო მოდი. ნორა მოდი. მოდი შვილო, პამუკ მოდი. გაჩერდი. ისინი რატო ვერ გამოვიდნენ? გაჩერდი, მოდი იქიდან გამოვიყვანოთ ისინი. ზოგჯერ თხები გზაერევად, შვილო, არასწორად მიდიხარ, კარამელ. კარამელ, მოდი. უკან, ესე. კარამელ აქ მოდი. კარამელ ზააგერია, შვილო. ალლაჰ. დაიცადე, ნახო. კარამელ, მოდი 100-ე გარეთ. 100-ე გარეთ. მოდი. მოდი 100-ე, მოდი. 100-ე, ნორა, მოდი. ჩემი ლომებო, მოდით აბა, მოდით. ჯერ ერთი შვილები ვნახოთ, რასაკეთებენ ჩემი ლომები და ვეფხვები. მაშალა თქვენ, კარლოს ბაბა. მოდი აქ, მოდი ლომო. ღმერთს გეწირემი შენ. ჩემი შვილი ნამდვილი უჩხულია. ვაი, კარლოსმაც კარგად მოიმატა წონაში. მარიამაც ძალიან კარგად მოიკრიფა, მეგობრებო. მარია ხომ იცით, ჩვენი ახლად მოყვანილი როტვაილერის გოგოა. თქვენ დიდი ხანია არ გინახავთ ის, კარგად მოიმატა წონაში. ფიზიკა და ყველაფერი აქვს. ნამდვილი ბომბა გახდა, ბომბა. მარია! ქოჩახ ჩემს გოგოს. ლამაზი გოგო ხარ ჩემი, ჰექტორ ბაბა ოლეი. მაშალა, ჩემი ლომის ნაჭერი. შვილებო, ალხამდულილა, ყველაფერი კარგადაა, პრობლემა არ გვაქვს. დღეს ამინდით პილია. 100-ზე და როკი როგორ თამაშობენ? როკი, ნუ შედიხარ ტალახში, მოდი აქ, როკი. როკი, ეს გიჟი, სახში შედის. როცა ის ტალახში შედის, დიდ პრობლემებს გვიქმნის. ხეები საწავიდნენ. დაიცადე, ამ შვილებიდან ერთ-ერთი გამოვიყვანოთ. ვინ გამოვიყვანოთ? პიდი, ხო არ გავაკეთოთ. ამჟამად შემიძლია გამოვიყვანო.
100-ია მაციქ დაკალა. 100-ია. რეინა ხანიმსაც არ აქვს საკელო. ყველაზე გონიერი ვინმე მჭირდება რომ პრობლემები არ შეგვიქმნას. ვინ არის ასეთი გონიერი? ამ მატჩში ამ ეტაპზე გონიერი ვერავის ხედავ, ძმაო. დაიცადე, შვილო, დაიცადე. კაროლინ დაიცადე. ოდინი წავიყვანოთ. იზაბელიც გარეთა. ძმაო, ეხა გონიერი ძაღლი არ არის. ვინ არის? ესენი ყველა ფსიქოპატია. კარლოს დაგიყვანო. ეი, კარმოს. კარლოსიც ხო ყველაზე ჭკვიანია. ეხლა ბაბუაც კარლოს მიადგება. შოხ ტაისონი წავიყვანოთ, მოდი. აქ ცოტა პრობლემურია. ბაბუა ეხლა დაგვესხმება. პრობლემები არ შეგვიქმნას. ეხა აჩვენე ბონჯუკი, მალე აჩვენე ბონჯუკი. არა, შტ, ნორა, არა ვთქვი. შტ, არა. არა. არ ჩაერიო თხებში. არა, დედე. 100-ია, ფხილად იყავი, ძალიან გავბრაზდები შენზე. მოდი აქ, არ შეეხო თხებს. მოდი აქ, მოდი. ერთიანად თხების უკან გაეკიდნენ. არა იმიტომ რომ თავს დაესხმებიან, უბრალოდ თამაშობენ. თხები არ გააქროლო. ბონჯუკები იკვებონ, ფაისალს უნდა უყუროთ. ახალი მოყვანილი მალინუა ვინ არის, იცით მეგობრებო? გასუჯერო მალინუა უნკურნალეთ ხო, გახსოვთ უმაი, მოვიყვანეთ. ცოტა ხანს აქ ჩვენი სტუმარი იქნება, სანამ დღესასწაული არ დასრულდება. სხვადასხვის წინასწარ ყველას დღესასწაულს გილოცავთ, პატარებს თვალებში უკოცნით, დიდებს კი ხელებზე. ყველას ლამაზ დღესასწაულს გისურვებთ, მეგობრებო. ჩვენ დღესასწაულზე როცა ვართ, ჩვენი შვილების გვერდით ვდგავართ, სხვა შანსი არ გვაქვს. ჩვენ დღესასწაულს ჩვენ შვილებთან ერთად გავატარებთ, ხომ ასეა, ტაისონ. ტაისონ, წაგიყვანო თხებთან. აჰა, ფაისალს დაძდევენ. შვილო, ნუ ეხებით იმ კაცს. დაიცადე, დაიცადე. ტაისონ ბაბა, ცოტა გავასეირნო, ნახოთ. ტაისონ ბაბაოლეი. ტაისონ, არ გაგიშვებ, მე გაგასეირნებ, შვილო. რატო არ უშვებ? თხებზე ეს გიჟი ესხმის თავს. მოდი ეს. მოდი ტაისონ. უმაი, სად არის? უმაი, სხვადასხვის აქ მოვიდა მალინუა. ძალიან შეეშინდა მეგობრებო პირველად. შიშისგან ყველა სხვა ძალს დაესხა თავს. მანქანიდან თავიდან ვერ ჩამოვიყვანე. ჩამოვიყვანე, მაგრამ ისევ მანქანაში შეხტა, მანქანის ქვეშ დაიმალა და ასე შემდეგ. მანამდე არასდროს ქონია ესეთი სოციალიზაცია სხვა ძაღლებთან. თანაც როცა ერთდროულად ამდე ძაღლში აღმოჩნდა, ცხოველი ძალიან დაიბნა, მაგრამ ეხლა ალხამდულილlah ცოტა უფრო შევაჩვიეთ. მარაზ ბაბა. არ შეეხოთ ფაისალს. უმაი, მოდი აბა, უმაი გვაჩვენე. უმაი! მოდი შვილო, მოდი. ფერმაში მხოლოდ მალინუა გვაკლა, ის მოვიდა, მაგრამ ისევ გარბის, ხედავ? უმაი, მოდი. მოდი შვილო, მოდი. ნუ გეშინია, მოდი. ძაღლების ძალიან ეშინია, მეგობრებო. უმაი, მოდი. მოდი ჩემო გოგო, მოდი, მაშალა. არ შეგეშინდეს მისგან, მოდი, ისინი შენი ძმა და და არიან, მოდი. მოდი, მოდი. უმაი. ნახე ისე შეეჩვია ჩემთან, რომ მეც კი ცდილობს დამიცვას. ძალიან ლამაზია, ძალიან მომწონს მისი ხასიათი და ბუნება. ჯერ მხოლოდ 4 თვისაა. უკვე ეხლა ძალიან კარგად იცავს, ჩემთანაც კი შეეჩვია მეგობრებო და მიცავს. უმაი, მოდი. ნეტავ აქამდე მოგვიყვანა ის. უმაი, მოდი შვილო, მოდი, იქ ნუ მიდიხარ. მოდი შვილო, მოდი. მოდი. მოდი შვილო, გაგაცნო, მოდი. ნახე ძმაო, სხვებისგან ერიდება. დაიცადე, ცოტა ხანში თვითონ ავიღებ მას. ტაისონ ბაბა, ვიყვანეთ. მოიცადე, ნახოთ. ტაისონ, მოდი. ტაისონი თხებთან მივიყვანოთ. ტაისონ. არგენტინის ნამდვილი შვილი. მაშალა ჩემ შვილს. ყვიასავითა. ტაისონ, რას ამბობენ ისინი, შვილო, რას ამბობენ ისინი? ტაისონი საერთოდ არ ფიქრობდა, რომ ეხლა მას გავასეირნებდი. შვილო, ცოტა ჭკუით იყავით. არ გააკეთოთ რაიმე ცუდი. ისევ დაიწყეს ყველასთან ჩხუბი. სხვადასხვის ჩვენი ძაღლები? აჰა, ფაისალი იქა. ფაისალს დაძდევენ. არა, ნატაშა, მოდი აქ. ფაისალიც ეხა თხებთან წავა, ილბინე. გაჩერდი, ფაისალმა თხებს ზიანი არ მიაკენოს. გიჟი თხების მტერი ფაისალი ხო იცი? ბაღში ხო იცი, ნამდვილი ქაოსი იყო, ყველგან ვიღაც გარბოდა. მოდი, ტაისონ.
მოდი შვილო, აბა ნახო. ეხლა ისინი ფაისალს აგდებენ. სხვათა შორის ჩვეულებრივ მას ესეთი რაღაცები საერთოდ არ ახასიათებს. როცა ვიდეოს ვიღებ. ძაღლები ყველა ერთად აი ეს ერთდროულად აქტიურდებიან, ნახე. ბონჯუკი, ნატაშა არ შეეხოთ, არა. ალბათ ნატაშამ ისევ ფაისალისგან წიხლი მიიღო. წინაფეხი უკოჩლებს. თუ ფაისალს ასე დაედევნები, ასე მოხდება, შვილო. არ დაედევნოთ ფაისალს. მე სადაც არ უნდა წავიდე. ძაღლიც და თხაც სულ საპირისპიროდ მიდიან, ძმაო. ტაისონის თხაზე რეაქცია უნდა შემეპასებინა. მოდი ტაისონ. ტაისონმაც მაშალა კარგად მოიმატა წონაში, ა? ზოგი ამბობს კიდეც. ზოგი ამბობს, ტაისონი გამხდარია, მეტი საჭმელი მიეცითო. მეგობრებო, ჩვენ ისედაც ყველა შვილს ბევრ საჭმელს ვაძლევთ. სხვადასხვა ტაისონი არც გამხდარია, ის ძალიან მაღალი და გძელფეხება ძაღლია. როცა ვამბობ გძელფეხება, გულისხმობთ, რომ ის უბრალოდ გძელია. სიმაღლეზე არ ვსაუბრობ, სხეულის სიგრძეზე ვსაუბრობ. მისი წონა ეხლა იდეალურია, ბეწვსაც ხედავთ, ესეთი გამხდარი ნამდვილად არ არის. კარგი ახალგაზრდებო, დამშვიდით. მოდი ტაისონი კიდევ ერთხელ დავაყენოთ, მერე უმაის ავირებთ. ვიფიქრე, რომ უმაი მოვიდოდა, მაგრამ არ მოვიდა. რა მოხდა კაროლინ? სული ხარ კაროლი, ჭკვიანად მოიქეცი, მოიცადე, ან გოგოსაც უყვარვარ, ხო ხედავ? არეს, გაგიშვა შენს შვილო. ლომის ნაშიერი, ტაისონის ღირსება შეხედე. იცი რა? ტაისონი რა კეთილშობილი და სიმპათიურია, ძმაო. მისი დგომა ძალიან მომწონს. უმაი, ჯერ კიდე კონტეინერთანა. მოიცავ, ნახო. მოდი ტაისონ ბაბა. ნორმალურად რო იყოს, არ დაგაბამდი, შვილო. იმიტომ რომ უმაი არ მოსულა, სხვა გზა არ გვაქვს. ეხლა მოდი წავიდეთ უმაისთან, ძმაო. მარას. ჩემი ასლანი. მოდი რასაკეთებ, მოდი ვნახოთ ჩემო ლამაზო. რასაკეთებ, ჩემო ლამაზო? რატო გერიდება ისინი, მოდი. მოდი უმაი. მოდი მოგატარო ცოტა. ალბათ უმაიც არ იყო მიჩვეული თოგზე ყოფნას. მოდი უმაი. დაიცადე. მოდი გოგო. მოდი გოგო, დაიცადე. არა, იზოშ. არა იზო შიგნით. არა, მოიცადე. მოიცადე იზაბელ გაჩერდი. იზაბელი ახლა უმაიზე გადაეშვება, რადგან თას მითვასე ირნებ. არა, იზაბელ, არა. არ გაბედო. იზაბელიც ეჭვიანობს, როცა სხვა ძაღლს ასე ვასეირნებ, მეგობრებო. თავდასხმაზე გადადის. ესეთი უცნაური ხასიათია, არ ვიცი რატო აკეთებს ამას, მაგრამ ომაი, მოდი. არა, იზაბელ. უმაი, მოდი ესე გვერდით მომკევი. არა, იზოში. ამან იზოში ახლა იქიდან ხტება, იმედია არ გადმოხტება და არ მოვა. საერთოდ ამას საბრძე სიარული არ აქვს ნასწავლი. სეირნობისას თოგზე ესხმოდა თავს. მადლობა ღმერთს, ცოტა შევაჩვიე, მეგობრებო. ეხლა ცოტა უფრო დამშვიდებულია, როცა იქ წავედით, ყველაფერი შუაში გადიოდა ყვირილით. ყველას ესხმოდა თავს. ეხლა ნახე, ძალიან დაწყნალა, ხო ასია, უმაი. სინამდვილეში ჩვენი დედე გადმოხტა და მოვიდა. იზაბელიც იმედია არ გადმოხტება. არა, მაგრამ საბელს არ უნდა უგბინო. გესმის შვილო? დაჯექი ნახე. უმაი, დაჯექი. დაჯექი, ყოჩახა, მოდი. არა, მოიცადე, არა. მოიცადე, ყოჩახ, მოდი. არა, უმაი. მოიცადე. არა, მოიცადე. ყოჩახ, ასე ჭკვიანად იყავი. მოდი. მოდი. მოდი, ჩემო ლამაზო გოგო, მოდი. სინამდვილეში ნახე, ჩვენ ფერმასაც ესეთი მალინუა მოუხდებოდა. თქვენ მეუბნებით იყიდე, მაგრამ ნახოთ, მომავალში იქნებ ვიყიდო, მეგობრებო. მათ ხასიათი ძალიან კარგი აქვთ. ცოტა მეტი ყურადღება და გაწუხნა სჭირდებათ. გაწუხნის შემდეგ დაცვაში და მსგავს საკითხებში სუპერები არიან. მოდი, ჩემო კარგო, მოდი. ნახე, ცოტა ხნის წინ არ მოდიოდა, ეხლა კი შეეჩვია, ხედავ? ეხა უმაის ცოტა მეტად სხვა ძაღლებთან შევაჩვევთ. არა, ნორა. შევაჩვევთ მათთან, იმიტომ რომ უნდა დავაახლოთ. ნახე, არ მოდიოდა, ეხლა მარშალა გვერდით მიდის. უმაი, უნდა რომ იმესგან თავდაჯერებულობა მივიღო. მედუზა როგორ გაბრაზდა მასზე? მოდი. ნორა. ბავშვები მიატოვე, სად დადიხარ, შვილო? მოდი, უმაი. მოდი, არ შეგეშინეს, მოდი. დაიცადე, აპოლო იქ მიეჯაჭვა. ბიჭო, ეხლა რა გააკეთე? ხედავ, ხო? აპოლო ძაღლის სალს გადაახტა. ეხლა. ცოტა ხნის წინ ესეთი არის. ახლახანს გადახტა.
ჯაჭვი იქ დაამაგრებინა. ერთი ჰეი, მოდი შვილო, ესე. დაიცადე. არა, ნახე, დაინახე, უმაი. აქედან შეტევაზე გადადის, ნახე. ფრთხილად. სხვა ძაღლებთან საერთოდ არ უნდა დაახლოვება ძმაო. აპოლო, მოდი ამ უმაის აქ შევაჩვიოთ ბიჭო, ჩემი ლომი ხარ. ცოტა ხანს კიდევ რო გაატარებს აქ შეეჩვევა, მაგრამ ამაში ჩვენ უნდა ვიყოთ მისთვის მაგალითი. თუ გზას არ ვაჩვენებთ, ასე გაგრძელდება. მისი სოციალიზაციისთვის მეც ყველაფერს გავაკეთებ. მოდი. ნახე, ეს გოგოც ალბათ 4 თვისაა რა? ეს ორნი თითქმის თანატოლები არიან. მოდი უმაი წავიდეთ შენ სხვა ძმებთან. მოდი, ნახე დაინახე. ეგრევე იგრძალება ძმაო. მაშინვე. ეხლა უმაისთან რაღაც მინდა ვცადო. თუ გალიაში ჩავსვამთ, იკვირებს. აიდე გადი, აქ დავდოთ. არა, ან აქ დავდოთ. აქ დიდი ადგილია ეხლა. კარლოს! ჩემი ლომები ხარ თქვენ. ყველა იარაღივით, ჩვენი შვილები, ხო იცი? გადარეული ვარ ამაც. კარგი ახალგაზრდებო. დაიცადე. მოდი. ეხლა უმაის ამ გალიაში ჩავსვამ. კარგი, პუსად. ერთი წუთი, უმაი. გაჩერდი. უმაი, გადი შვილო. გადადი ნახე. აქაც კაგახანია цаრიელია. უმაი, მე ხლა მივდივარ. კარგი? უმაის როგორ ეშინია პუსატის? უმაი. უმაი ამბობ, სად მოვხვდი, დედა ვატირე, ყველა უჩხულივითაა. პუსატს შეხედე, მაშალა პუსატ. კარგი, მოდი. მოდი, კარგი, მოდი. ეხლა თვითონ დავტოვო სხვა ძაღლებთან ერთად. დაიცადე, ნუ მენდობი, ნუ მომეკედლები, ნახოთ. მოდი. როგორ არ მომეკედლება, შეხედე ამათ. ესენი ადამიან შეჭამი, კაცო. ესენი ადამიან შეჭამი. მოდი შვილო. მეგობრებო, ვიდეო შევაჩერე, შოკის მონგრელი რამ მოხდა. ეხლა ვაგრძელეთ. ეხლა იცით, მე ქუჩაში ძაღლებს ყვებავდი. სოფელში როგორ ჩანს ვიღაცამ ისენი დაასმინა და უნდა მოვიდნენ, რომ წაიყვანონ. იქიდან დამირეკა ჯიანგირაბიმ. მითხრა რომ დაუყოვნებლი უნდა მოუძებნოთ გამოსავალი ქარაბაშს. იქ იყო ქარაბაში, რომელსაც ყვებავდი და განსაკუთრებით მიყვარდა. ერლა ის ავიყვანე და წავიყვანე, მეგობრებო. ხლა მანქანაშია. ნეტავ ხალხი მიხედავდეს, პატრონობდეს, მაგრამ იმიტომ რომ აწუხებდა უჩივლეს. რაც ვერ გავიგე, ან ცხოველებს ქალაქში მოუარონ, არაძლევენ უფლებას, კარგი, მაგრამ სოფელშიც არ შეიძლება მოუარო. ეს სოფლიო მარტო ადამიანების კი არ არის, მეგობრებო. ანუ ვერ ვიგებ ეხლა, იმიტომ რომ უხეშად უნდა ვილაპარაკოთ, ცუდად უნდა ვთქვა, გავიგინები და არ გამოვა. ამიტომაც წავედი და ეხლა ქარაბაში მოვიყვანე მანქანაშია. უბრალოდ ქარაბაში ძალიან მკაცრი ძაღლია. გრძელი საუბარი გვექნება ცოტა ხანში, მაგრამ ეხლა რო ქარაბაში ჩამოვიყვანთ, დიდი ალბათობით ეზოში აუზაური ათქდება. იმედია ჩხუბი არ დაიწყება. ქარაბაშიც ადრე არაზუსტ რა უყვანიათ საბელით. საბელსაც არ არის მიჩვეულით. არ ვიცი რას ვიზან ძმაო. ღმერთლა გვიშველოს, ტაისონ ბაბა. ტაისონი ხა ქარაბაში დაესხმება, შეიძლება დაესხას. თხები ხო ჩაკეტილია. ტაისონი გაუშვათ, მეგობრებო. ტაისონი კარის პირას არ იყოს. ქარაბაშს არ დაესხას. ტაისონ ბაბა წავიდეს, ნახოთ. ეხა ქარაბაში როგორ ჩამოვიყვანთ არ ვიცი, მართლა გეუბნებით. ბიჭია და რო გოგო იყოს, უფრო ადვილად შევაჩვევდით. ბიჭია და ამიტომაა პრობლემა, მეგობრებო. ოიცადე ნორა, შენ არ მოხვიდე. ერთი წუთით მე ჩამოვიყვან იქ დარჩი. ერთი წუთი. ეხლა ძმაო, ქარაბაში. შვილო მზად ხარ, ქარაბაში ამ დროს მანქანაში ჩავსვი და კაცურად ზის. ისე იქცევათ იქო სულ მანქანი დადიოდა, ძალიან ჭკვიანია. საკელუქს არ აქვს, მაგრამ რამეს მოვიფიქრეთ, მოიცავ ნახო ქარაბაში. რამეს მოვიფიქრეთ, მოვაგვარეთ. ეხლა. ქარაბაში მოდი. ბისმილლაჰირ-რაჰმანირ-რაჰიმ. ქარაბაში საბელზე არ დადის, მაო, ვიცი. ქარაბაში მოდი. ქარაბაში ეხლა ძალიან ნერვიულობს, რადგან ძაღლების ხროვაში შევიდა. შესვლაც არ უნდა, სინამდვილეში ვიტყოდი ალასთან ერთად გარეთ დარჩეს, მაგრამ ეგეც არ გამოვა. ღმერთმა დაგვიფაროს. კარგი, ალა მანქანებს გაურბის, მაგრამ ეს რო გაიქცეს არ გონია. ქარაბაში მოდი. მოდი შვილო. აი ძმაო არ მოდის. ქარაბაში. შვილო, რატო არ მოდიხარ? შეგეშინდა აქ? საკელო გაუკეთე ძმაო, ძალიან დაიძაბა. საკელო არ მოეწონა.
რას ვიზამთ? თუ საკალოს გარეშე გაუშვებთ, ხო, არ იჩხუბებს. კარაბაში. ჩემო ლომო ეხლა ძალიან ნერვიულობს მეგობრებო. კარაბაში შენს მინდა ჩაგიხუტო და მოგეფერო, მაგრამ ძალიან ძიმე ხარ შვილო. მოდი. მოდი კარაბაშთანაც. მაშალა. ეხლა. არა, ვნახოთ, არა. გაჩერდი, დედე. არა, შვილო. გადაიწიე. არა. არა. იცადე, ტაისონ შეუბედურო. შეუბედურო სულ დამკაცრეთ, გამოდი ნახე. ამოდი ნახე. დაიცადე შვილო. დაიცადე. ფჩხილებით ესე დამგლიჯეს სხეული ძმაო, გეფიცები, დამგლიჯეს. ეხლა კარაბაში ჯერ ჩამოვიყვანო და ნეტავ ჩხუბი არ დაიწყოს. ბისმილლაჰირრაჰმანირრაჰიმ. ჰოლა. როკი შენ გახვიდე. როკი გაჩერდი. როკი არ. ეხლა ის ცოტა მორიდებულია, ძალიან ნერვიულობს. ძალიან ნერვიულობს. როკი შვილო პირთან ასე ახლოს ნუ მიხვალ. როკი ცხო პირს ყნოსავს. ღმერთმა დავიფაროს თუ უკმენს. პირველად როკის უკმენე. კარგი, ეხლა კარაბაში გაუშვებთ ძმაო. ამჟამად პირველი რეაქციები ძალიან კარგია. საბედნიეროდ არავისთან არ უჩხუბია, მარტო კაპლანს ძალიან არ გავს. ძმებივით არიან. მაგალითად მარაზიც კაპლანის ძმა, მაგრამ საერთოდ არ გავს, უფრო კარაბაშის ძმას გავს. ძმაო, ძაღლების რეაქცია ძალიან კარგია კარაბაში. არაფერი უქნია. ამიტომ გმერთს მადლობა, ეხლა ყველა კარგად ეწყობა ერთმანეთს, კარაბაში ცოტა შეგუების პერიოდი დასჭირდება. კარაბაში. უთრარი ბიჭო, ამას ავიყვან მეთქი. და აი ბედმა ინება და აქ მოგიყვანე. ჩემო ლომო. ჩემი კარაბაში ძალიან მიყვარს. ისევ მათ საჭმელად წავედი. იქ კიდე 4-5 სხვა ძაღლიც არის, არ ვიცი მათ რას უყოთ მეგობრებო. არავინ არის, ვისაც მათი აყვანა უნდა. წავალ და ვიდეოს გადაგირებთ მათზე. ანუ ამჯერად ცხოველებს თავშესაფარში წაიყვანენ. გულით მინდა რომ ყველა ჩვენ წავიყვანოთ, მაგრამ სად დავდებ ძმაო? ჩვენთანაც ბევრი ძაღლია. სობრიდანაც არავინ უნდოდა. ხალხი ერთ ძაღლსაც კი არ უვლის. ეხლა 4-5 ძაღლი როგორ მოვიყვანო? მაშალა. კარაბაში ძალიან კარგად მიდის? კარაბაში ამბობს, სად მოვედი, თქვენი ადვილი აქ იყო. კაპლანთან კი ძმასავითა. დაიცადე, ნახო. კარაბაშსაც ისე უყვებავთ, რომ უზარმაზარი გახდა, მაშალა, შეხედე. როკი შენ ძალიან ახლოს არ მიხვიდე შვილო. მე ჩვეულებრივად თუ მდედრი იქნებოდა ასე არ მოვერიდებოდი. მამრი რო არის, ძალიან ვერიდები მეგობრებო. მაბუა რო აურევს ყველაფერს. კარაბაში. შვილო, სად მოხვედი კარაბაში? კარაბაში ცოტა შეგეშინდა. ჩემი სიმპათიური შვილი. მაშალა შენ, ნამდვილი ლომი ხარ. კარაბაშის ფოტოშორის დამცველია. ის ცოტა გაიხსნას. ამის შემდეგ იწყებს დაცვას. თავის ეზოს და ასე შემდეგ იცავს, თავისად თulis. უცხოს არ უშვებს, ანუ. ნორა, გადაიგერთი. ნორა შეხედე. შვილო, შენ დიდი ხარ, მაგრამ ჯერ კიდევ გონია რომ პატარა ძაღლი ხარ, ჩემო სიყვარულო. ჰა? ჩემი შვილი ფიქრობს რომ პატარა ძაღლია. ჩემი დიდი ბავშვი ხარ, მაგრამ ძმაო, რაღაც გითხრათ. ძაღლებმა ღმერთის წყალობით არაფერი თქვეს, ხო? მართლა გეუბნები ეს ღმერთის ნება. მე ვთქვი, აუცილებლად იტყვიან მეთქი. არაბაში ჩვეულებრივად, როცა უცხო ძაღლს ხედავს, ხერაფერს აკეთებს. დაიცადე კაროლინ, მაგრამ მოიცადე შვილო. არ ერიდება, პირდაპირ მიდის. ნახე 100 ემად შეიყვარა ის. დაიცადე, დაუძახოთ. კარაბაში, მოდი. მოდი. კარაბაში ისევ იმ საუკეთესო ადამიანის ხელში აღმოჩნდი. ვის ხელში შეიძლება აღმოჩენილიყავი შვილო? მოდი. მოდი, კარაბაში, მოდი. ჩემი ასლანი ხარ, საერთოდ არ მისმენს. ძალიან შეეშინდა ძმაო, ეხლა ძალიან პანიკაშია. გინდა თუ არა, ნორმალურია რომ ეშინია. კარაბაში, მოდი აქ. როკი შენ ბიჭო მაშინებ. როკი ძალიან ახლოს ნუ მიდიხარ. კარაბაში შეიძლება გაბრაზდეს, უკბინოს არამე. კარაბაში. მოდი. რატო არ მოდიხარ?
მოდი. მოდი ქარაბაში. არა ძმაო, საერთოდ არ მაქცევს ყურადღებას. ეხლა პანიკაშია, სხვა ძაღლების ეშინია ქარაბაში. რამდენიმე დღეში გაიხსნება, ყურადღებას მივაქცევ და გაიხსნება. არა ძმაო, იქ დარჩა, მართლა არ დგება. ეხლა მარტო თხები და ქათმები გადაიღე ერთი. მოდი წავიდეთ იქ. ნახე როგორ არიან ჩამწკრივებულები. ბონჯუკის სიამოვნებაც გადაირე. ბონჯუკ! შე ბიჭო არ გეუბნებით, იმ აფიშა არ ჩამოხსნათ მეთქი. ბონჯუკი. შე ბიჭო ხედავ, კარ ხასიათზე ხარ. კარიზმის ნამდვილი განსახიერება. ჩემი სიმპათიური ბიჭი. არ ხასიათზე ხარ ბონჯუკი. არ ჭამო ეგ შვილო. რა კარგად გავაკეთეთ ეს აქ. რა უგუნური ხარ კაცო. აქ ამსხვრევთ ამას. ეხლა ესენი ძმოშიუდნენ ჭამის დროა მეგობრებო. როგორ ძაღლებისთვის, ისე ქათმებისა და თხებისთვის ყველა საჭმელი მოუმზადოთ. ეხლა წავედი და ძაღლებისთვის ქათამიც ვიყიდე. კარაბაშების და სხვა ქუჩის ძაღლებით გამოვკვებე როცა მოვდიოდი. მოდით ქათმები ჩამოვიტანოთ მანქანიდან. ჩვენი შვილების მუცლები ვავსოთ, კაროლინ. კარაბაში შეშინდა, ხო? არა უშავ შეეჩვევა. ეხლა გული დამიმშვიდა. კარაბაში იმიტომ რომ ნახულობს იქ, ხო? ფიჟდება ძმაო, მახტება, უნდა მოვეფერო. ეხლა როგორ დავტოვოთ ის? სხვაების ნეტავ შეგვეძლოს წამოყვანა. ტაისონს შეხედე, ტაისონ მოდი, ტაისონ. მოდი ბიჭო, საჭმელს მოგცემ. ძმაო, ტაისონმა კარგად მოიმატა წონაში, შეხედე ამას. შეხედე კაცის გისებას, მაშალა ჩემს ბიჭს. არგენტინის ნამდვილი შვილია. ვაი ღმერთმა დაგლოცოს. ქარიზმატული ბიჭი მყავს. ტაისონ ბაბა მოგშივდა? ბაბა, იცი დღეს თქვენთვის მართლა 70 კილო ქათამი მოიტანა. გაიცადე ნორა. ნორა, შენს გინდა გარეთ გაქცევა, არა? გაიცადეთ, ნახოთ. მოდით მათ ერთი ქათამი გადაუგდოთ, მეგობრებო. მოდი ჩვენი შვილების მუცლები გავაძვოთ, ნახოთ. მოგშივდათ ახალგაზრდებო. ჰოპალა. წესიერად ითამაშეთ. კარგი, ჯოგმა შემოსვლა დაიწყო. დაანაკრეთ მუცელი, მამამ ყველასთვის საკმარისი იყიდა, კარგად ჭამეთ. სლავა ღმერთს, ჩვენი ყველა შვილის წონა შესანიშნავია. ბეწვის მოვლა, ბეწვის სიპრიალე, ფიზიკური მდგომარეობა, ყველაფერი ძალიან კარგია. ამდენი ქათამი რომ ეს ვჭამო, მეც ასეთი ვიქნები. ჩვენები ყველა კუნთიანია, მაშალა, პროტეინის წყალობით. ცოტა ხნის წინ ვიღაცამ დაწერა, დედეს ფეხის კუნთები. დედე, მაშალა, ფიტნესის ტრენერს გავს. მოდი. ჩემმა ლომებმა მუცელი დაიძღონ. მანქანაში კიდევ არის, დანარჩენები არ ჩამომიტანია. ბავშვებს ალბათ არ მოშიებიათ, ხო? არ მოშიებიხართ, ბიჭებო. აპლანი. აპლან მართლა ქარაბაშივით მოგეჩვენა, ა? რა ძალიან გავხართ ერთმანეთს. აი ეგეც გადაიგე. როკი მოდი, უმაი მოდი. უმაი, ისე ვიქიდან ყებს ეშინია აქ მოსვის. მასაც შევაჩვრო ძმაო, ნელ-ნელა. ეხლა მეგობრებო, ამ შვილებს საჭმელს მივცემ, სწრაფად საქმეებს მოვაგვარებ. ძალიან მიყვარხართ, გთხოვთ, ნუ დამწყვიტავთ გულს. თუ ამ ვიდეოს მოიწონებთ, ამოიწევთ ახს და კომენტარს დაწერთ, ძალიან გამიხარდება. კარგად იყავით, ნახვამდის. ჯანმრთელად იყავით, მეგობრებო.